დაუბრუნდით არაჩვეულებრივი განწყობით მთავარია გქონდა სახში მარილო და ჩემო ძალიან მთავარია გქონდეს მარილი და მოაფნიეთ ყველგან თუ ოჯახის დიასახლისი საყვედურს არ გეტყვით და ასევე ძალიან კარგი სტუმრებით დაუბრუნდით და ძალიან საინტერესო თემით დამეთანხმები ლაშა ესე იგი ჩვენი ხატია სიჭინავა ყველა იცნობს და ვიცი რომ ყველა ძალიან გვიყვარს და ასევე ჩვენი თიკო ჩხეიძე ძალიან საინტერესო პროექტი აქვს უკვე რამდენი ხანია და ეხლა ძალიან კარგი სიახლე ფონთან დაკავშირებით პრეზენტაცია კი ბატონო აი ასე ქვია ესე იგი ერთი სამყაროდან მეორემდე და ქვესათაურით არის შეხვედრა ჩემს უნიკალურ შვილთან როგორი თბილი და საინტერესოა და ასევე ლაშა 22 დეკემბერს რა მოხდება აბა გითხარი 22 დეკემბერს გაიმართება წიგნის პრეზენტაცია ჩემო ძვირფასებო ასევე ფონდი ტატას პრეზენტაცია და კიდევ ერთი სიახლე აქვს ესე იგი მათ შექმნეს სკოლა მშობლებისთვის ეს ჩვენთვისაც და თქვენთვისაც რა თქმა უნდა სადაც მშობლები გავილიან ფსიქოლოგიურ დახმარებას და ასევე ყველა კითხვაზე მიიღებენ პასუხს პროფესიონალებისაგან და მოვიწვიოთ ეს ორი არაჩვეულებრივი ადამიანი აუცილებლად მოგდანთ ჩვენთან უღრმესი მადლობა როგორ ახალ ჩემორძალო მადლობა ხო სალამი ძალიან გვიხარია თქვენ როცა ჩვენთან ხართ ვიცით რომ ძალიან ბევრი კეთილს და ძალიან კარგ საქმეს ესე იგი რაღაცა კიდე წამოიწყებთ და კიდე ესე იგი ჩვენ მესმის და ყველაფერი ცოტა ჩემსკენ წამოიწიეთ იმიტომ რომ რა ვიცი მოიცვათ მთელი თავისუფლად ერთ-ერთი ჩვენი გოგოებო პირველი კითხვა ალბათ არავის არ გაგიკვირდებათ როგორ წამოვიდე იდეა წიგნის შექმნას იდეა წამოვიდა იქიდან რომ ჩვენ მთელი საქართველოს გამარჯვო გიჟდები ამ გოგოზე გიჟდები ნუ ეს იგი იდეა წამოვიდა იქიდან რომ ჩვენ უკვე 2 წელია ფაქტიურად მთელი საქართველოს მასშტაბით დავდივართ და ვატარებთ ტრენინგებს მშობლებს და ბაღის მასწავლებლებს იმიტომ რომ ბაღის ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ საქმეში და ვუტარებთ ტრენინგებს და ვუხსნით ანუ 5 თერაპევტით დავდივართ და ვუხსნით რა სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცნენ რა არის პირველი ნიშნები როგორ შეამჩნიონ ბავშვს რომ დახმარება ჭირდება და აი ამ ტრენინგების პერიოდში წამოვიდა იდეა რომ დაგვეწერა წიგნი რომელიც იქნებოდა გზამკვლევი მშობლებისთვის ანუ არის ძალიან ბევრი ზარი ძალიან ბევრი მესიჯი ანუ აი ჩემი შვილი ამას აკეთებს ამას არ აკეთებს როგორ ფიქრობთ აი როგორ ფიქრობთ დონეზე რო არ დარჩეს ეს თემა იმიტომ რომ ამომწურავი იყოს პროფესიონალურ დონეზე ყველას არ აქვს იმის ზოგჯერ საშუალება და ზოგჯერ სურვილი რომ მიიყვანოს ბავშვი შეფასებაზე რაც დღესდღეობით ამ თაობაში აუცილებელია ნამდვილად და ამის თავიდან ასაცილებლად იმიტომ რომ თუნდაც თვითონ გქონდეთ იმის საშუალება რომ გააკონტროლონ ბავშვი რა ასაკში რას აკეთებს 0 თვიდან იწყება და მოკლედ გრძელდება 18 წლამდე რა ნიშნები და რა სიტუაცია როგორ აკონტროლონ. ამაზეა ძირითადად წიგნი. თუმცა მე წამოვიდა იდეა რომ წიგნი საკითხავადაც ძალიან ემოციური იქნება, იმიტომ რომ არის ჩემი ისტორია, როგორ მოვხვდი ამ თემაში, საერთოდ რა განცდები მქონდა და რა ემოციები და ძალიან ბევრი დედისთვის ეს იქნება ძალიან ახლო და სენსიტიური, იმიტომ რომ ფაქტიურად იმათ ემოციებსაც გადმოვცემ, იმიტომ რომ ეს თემა ჩვენ ყველას ძალიან გვაერთიანებს და გვაახლავებს. რამე ჩვენ რომ ვლაპარაკოთ, აი ორ ადამიანს, აი სიყვარული ხო ძალიან აერთიანებს ადამიანებს, მაგრამ ტკივილიც ძალიან აერთიანებს. შეიძლება ტკივილი უფრო აერთიანებს. ხო, რომ მან გაიარა, იცის და მე დამეხმარება. ხო, ამაზე არის მნიშვნელობა. და ნუ თიკოს ისტორია თავისთავად, თიკოსგან როგორ როგორ შევხვდით, როგორ ეს აზრი როგორ ჩამოყალიბდა რომ ცენტრი შეგვექმნა რას ემსახურებოდა ხო და ჩვენც მოგვიყევით ეს ამბავი როგორ შევხვდით როგორ ჩამოყალიბდა ერთიანი აზრი შეიძლება ადამიანები იყვნენ ვინც ეს წიგნი ვერ წაიკითხოს და ჩვენ მამაყურებელმა ყველამ ტროს თქვენ ხართ მაგალითები კი ბატონო ნამდვილად ხო ნუ კისმეთიკო წიგნთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა რომ ანუ ამ როცა ჩვენ ტრენინგებზე დავდიოდით იმ ხელა ცოდნა დაგვიგროვდა და იმდენი კითხვა-პასუხი იყო მშობლებისგან რომ გავაერთიანეთ და რაც ყველაზე საჭირო და აქტუალური დასმული კითხვა იყო, იმას მოვარგეთ, რომ ყოფილიყო ყველასთვის დამხმარე ეს წიგნი და რაღაცა არ დარჩენილიყო ისეთი კითხვა, რომელიც შეიძლება ვერ დასვა, მოგერიდოს და იმაზე მიიღო პასუხი. აი ყველაზე ხშირი რომელი კითხვა იყო? რა კითხვა იყო? რასთან მიმართებაში? მე პირველი რაც დამებადა. ეს არის ყველაზე ხშირი კითხვა და პირველი კითხვა, რაც მშობელს ებადება, როდესაც ამ პრობლემას ეჯახება და ეს არის რამდენი დრო დამჭირდება.
რამდენი დრო ყველას აქვს ეს, აბსოლუტურად ყველას აქვს ეს. მეც პირველი კითხვა რაც დავსვი იყო, რომ როდის გავალ ბოლოში და ყველას ეს კითხვა აქვს, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური და შესაბამისად ვიღაცას შეიძლება 3 თვე დასჭირდეს და ვიღაცას 3 წელი. ანუ ესე ვერასოდეს ვერავინ როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყოს. ამას ზუსტ თარიღს ვერ დაგისვამს, ანუ რამდენი დრო დაგჭირდება. თუმცა მე ამას პრობლემას არ ვეძახი ამ თემას, უფრო გამოწვევაა და უფრო ისეთი რაღაცა, რაშიც აი ბავშვებს ეხმარები და უფრო მეტ ჩვენი თემა რაც წიგნის ცენტრიც და ჩვენი შეხვედრაც ზოგადად შეხვედრა და ცენტრის შექმნის იდეა ზოგადად დაიბადა იმ დროს, როდესაც ვიჯექი ბავშვის თერაპიაზე, ანუ მოყოლილი მაქვს, მაგრამ გავიმეორებ, რომ 3 თვე მე საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ, კი იცით ჩანს ისედაც და 3 თვე ვიყავი, აი კიდევ კარგი რომ უბრალოდ დეპრესიული არა ვარ და დეპრესია არ ვიცი რა არის. და 3 თვე ვიყავი, აი დანგრეული ფსიქოლოგიურად, ძალიან გამიჭირდა და სულ ვფიქრობდი, რომ ვერაფერს ვერ ვფიქრობდი უბრალოდ. აი ქაოსი მქონდა თავში აბსოლუტურად და აი 3 თვე ბავშვი ხო დამყავს თერაპიებზე ცენტრში. ნუ იქ ვხედა აუტიზმს ძალიან ბევრი მიმდინარეობა აქვს. ანუ შეიძლება ჩემთვის ეს წლების წინ იყო ბავშვი, რომელიც უბრალოდ ჩუმად იჯდა და არაფერს აშავებდა. საერთოდ არ ვიცოდი, რომ ამდენნაირი შეიძლება და ყოფილიყო ეს დიაგნოზი. და ვიჯექი გარეთ ესეთი ძალიან ფსიქოლოგიურად ძალიან დაგრეული და ხო ვხედავდი ამ ბავშვებს ვუყურებდი. მე თვითონ არ ვიცოდი ხელში რამე ჯერ დიაგნოზი არ იყო დასმული და ვიჯექი და ესეთი რაღაც გავიფიქრე, რომ ღმერთო თქო გეხვეწები. ოღონდ ხა გამოვიდეს ეს თერაპევტი და მითხრას მეთქი რა მოყვება თერაპიებს და კარგად არის საქმე თქო და აი მე თვითონ გავხსნი ცენტრს და ამ ბავშვებს ყველას დავეხმარები როგორც შემიძლია თქო და აი დამთავრებული არ მქონდა ფიქრი, რომ გამოვიდა თერაპევტი და მითხრა, რომ ნუ გეშინია ბავშვი მოყვება თერაპიებს და აი მივხვდი, რომ აი როგორი ნიშანია, მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ნიშნებს და მე მოხდა ისე, რომ მეორე თხოვნა რაც ვთხოვე იყო, რომ გეხვეწები ისეთ ადამიანზე გამიყვანე თქო, რომ ზუსტად ჩემნაირად გულით და მთელი მონდომებით მიუდგება ამ საქმეს თქო და ძალიან კარგად მახსოვს კიკეთში ვიყავი და გამოვედი მანქანაში ჩავჯექი იმიტომ სახში ძალიან ხმაური იყო 4 ბავშვის წინუკივილი გამოვედი მანქანაში ჩავჯექი ესე და ტელეფონი ავიღე და თიკოს დავურეკე. მაშინ მე და თიკო არ მეგობრობდით, გამარჯვებით ვიცნობდით უბრალოდ ერთმანეთს. დღეს უკვე ჩემი ოჯახის წევრია და 24 საათი ერთად ხართ კი ბატონო. ჩვენ და ჩვენი ქურებიც. ასევე. ხო, აი მაგ თემას ახლა ზუსტად მაგას ვიტყვი. აი ჩვენი ფენომენი, ანუ ქმრების ფენომენი ამ თემასთან დაკავშირებით, როგორი მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან, მათი როლი როგორია ამ თემასთან დაკავშირებით? აუცილებლად უნდა აღვნიშნო, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ მიყურეს მაყურებელი და გოგოებო დედებს მიმართავ არის ოჯახში მიუღებლობა საერთოდ არის ძალიან ჩვეულებრივი რამე ამ თემაში ან დედას აქვს ან მამას ოჯახში ორივეს რომ მიმღებლობა ქონდეს ამას ძალიან დიდი შრომა ჭირდება იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთს აქვს მიმღებლობა და მეორე წინააღმდეგია ყველა ვარიანტში ეს უკვე ბარიერია ყველა ვერ გადადის ამ ბარიერს ამიტომ ნუ მე როცა ვთქვი რომ ბავშვი თერაპიაზე უნდა მიმიყვანა ძალიან დიდი წინააღმდეგობა წამოვიდა რომ ბავშვს არაფერი არ ჭირდება თან ჩემშულს ისეთი გამოხატული ნიშან-თვისებები არ ქონდა არაფერი არ ჭირდება რას იგონები მან 5 წელს დაიწყო აპარატი ამადამი არაფერს ყურადღება ეცადეს რომ იყოს ძლიერები და ეს ბარიერი გადალახოთ შემდეგ უკვე როცა ბავშვს რა თქმა უნდა უკეთესობა აქვს და ღმერთის წყალობით რა ვიცი ძალიან კარგად წამოვიდა ჩემი შვილი და მშვენივრად გაართვა თავი ყველაფერს მე უკვე რა თქმა უნდა რა ვიცი თუ კი ჩვენ ლოკაციას ხშირად ვიცვით ცენტრის იმიტომ რომ ისეთი სისწრაფით ფართოვდებით იძულებულები ვართ რომ შევიცვალოთ ლოკაცია და აი ჩვენი ქმრები აი ჩვენს თელ იმას რა ქვია აპარატურას და ინვენტარს ესე ზურგით მოაქვს ხოლმე რომ შემდეგ ცენტრში გადავიტანოთ ძალისმიერ ამბავზე გადამიყვანეს მამაკაცები გოგოებო მოდით ცოტა ისე ჩავშალოთ 22 რიცხვის ამბავი რაც მოხდება ხო, ამ ტრენინგებიდან გამომდინარე, ანუ თიკო მოყვება ხარ, ტრენინგებიდან გამომდინარე, ციგნის იდეა დაიბადა მაგალითად, რომ ეს ყველაფერი გაგვეერთიანება. კი ბატონო. ციგზე ვისაუბროთ ისა? 22 ფონდი ტატა. 22-ში გვექნება პრეზენტაცია, როგორც აღნიშნეთ, ფონდის. იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რომ ეს თერაპიები არ არის ესეთი მარტივი და არც ბიუჯეტური, მიუხედავთ იმისა, რომ სახელმწიფო არის ჩართული და ყველა ოჯახს ეხმარებიან. მაინც რაც უფრო ყოველდღიური იქნება თერაპიის
ანუ თერაპია ბავშვისთვის იქნება ძალიან კარგი. და ზუსტად მაგიტო გვინდა რომ ხელი შეუწყოთ სახელმწიფოს პროგრამებს და დავამატოთ კიდევ ჩვენ რომ ბავშვები იყოს ყოველდღიურ რეჟიმში თერაპიის საათებიდან გამომდინარე, კონდეთ მათ ყოველდღიური თერაპიები. აქ მხოლოდ ბავშვებზე არის, მშობლებსაც ხო ჭირდებათ? როგორ არის იცი, ფონდი ტატას სახელობის რადგან არის, ანუ თიკოშვილის სახელობის არის, ამიტომ ეს ძირითადად ანუ როგორ არის იცი, ფონდი რო იქმნება, იქ უნდა მიუთითო, რას ემსახურება ეს ფონდი და მითითებულია მხოლოდ ბავშვები. თუმცა არა მხოლოდ თერაპიები, ეს იქნება ვთქვათ ოპერაციებზე, ანუ რაც საჭიროებებიდან გამომდინარე. მაგრამ თქვენ ძალიან დიდი საქმე გააკეთეთ, მაპატია ლაშქარი შეგაწყოთ, ასევე მშობლებისთვის არსებობს სკოლა, ხო? ეს იყო აუცილებელი, ეს იყო პირველი, რაც ანუ შეხედა რომ დამყავდა თერაპიებზე. ჩემთვის რაც სტრესული იყო, რაც არ გარემო მაგალითად შევქმნით ისეთი რომ ფერადი კედლებზე აღნიშნავს მოტივაციური ფრაზები, რომ ადამიანი როზის და 1000 საშინელი შავი ფიქრი რო უტრიალებს თავში რომ წირო გაიხედავს კედელზე პირდაპირ რო წერია რომ აი ყველაფერი კარგად იქნება, ნუ გეშინია შენთან არა. სხვათა შემოვლები ამბობენ აღნიშნავენ რომ თქვენთან რომ მოვდივართ, ვისვენებთ ცენტრში, ხო, ისეთი გარემო გაქვს რომ ნუ ეს იცი რა ჩვენ დამოკიდებულებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ არასდროს არ გვეზარება ყველას ესე ვუდგევართ წინ და ვუსმენთ რამდენი ხანიც არ უნდა მოყვეს თავისი ამბავი, ჩვენ ვუსმენთ და რა თქმა უნდა, ჩემთვის მეტად იმდენად სენსიტიურია, ყველა ჩემს ამბავს ყვება, ხო ხდები? კი. ყველაში ჩემ თავს ვხედავ და შესაბამისად, რაც შემიძლია მე ვაძლევ რჩევას, თიკოც აძლევს რჩევას, ქრისტინაც ჩვენი მესამე თანადამფუძნებელი და ამასთანავე პროფესიონალები გვყავს 45 კადრი გვყავს და შესაბამისად ხო ისინი თუ რაღაცას ჩვენ ყველაფერს აკეთებენ ისინი ან ჩვენი შედეგები რაც არის და რაც თქვენამდე მოდის არის მათი დამსახურება და ძალიან დიდი მადლობა ამაზე. აი ეს არის ყველაზე მთავარი, ესე იგი შედეგები გვაქვს. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. აი შედეგებზე ვისაუბროთ. შედეგები გვაქვს ისეთი რომ ჩვენთან იყო ემიგრანტები დაბრუნდნენ საქართველოში, იმიტომ რომ ამ ბავშვებისთვის ენის ბარიერი ძალიან მნიშვნელოვანია. საფრანგეთში ცხოვრობდა ეს ქალბატონი და ანუ მიხვდა რომ საფრანგეთში რო ეტარებინა ბავშვი თერაპიებზე, იმდენ ისეთ შედეგს არ მისცემდა, როგორც საკუთარ სამშობლოში. დაბრუნდა, მოიყვანა, მე ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი შეხვედრა, რომ ტიროდა, რომ აი მე შენს ვიდეოს ვუყურე და დავბრუნდი და ბავშვი მოვიყვანე და გადის ერთი წელი, შემოვდივარ ცენტრში, მე უნდა აღნიშნო აუცილებლად რომ საშინელი მახსოვრობა მაქვს. ერთხელ ნანახ ადამიანს ვერ ვცნობ ხდები, ანუ თუ აი ყოველდღიურ შეხება არ ერთი 7 ჯერ თუ არ ვნახე ვერ ვიხსენებ რა მოკლედ და შემოვდივარ ცენტრში, გამოდის ქალბატონი ბავშვით ხელში, ეს ბავშვი ტლიკინებს, ტიტინებს არის ერთ ამ ბავშვი და უცებ ეს ხალი მოვარდა და ჩამეხუტა რა და ნუ ეხლა მივხვდი რომ ჩემი მშობელია და ყველასთან ისეთ თბილი დამოკიდებულება მაქვს და ვაიმე როგორ ხართ რაღაცა და მე ისვა რომ მეუბნება აი ბავშვი რო ჩამოვიყვანეო და აიო ნახე როგორ ლაპარაკობს ბავშვი არ მეტყველებდა არ მეტყველებდა საერთოდ ეს მიყვარს ხოლმე რომ როგორ ეუბნებიან რომ აღნიშნავენ რომ აი ნახეთ ჩემი შვილი რომ მოვიდნენ რომ სხვანაირად იყვნენ და დღეს რომ გამართულები არიან თავი უჭირავთ საუბრობენ ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება ღმერთი როცა მოგცემს ნიშანს რომ რაღაც უნდა გააკეთო ის მთელი გულით უნდა გააკეთო უნდა შეასრულო დავალება რაც დაგავალა და საერთოდ მე ვფიქრობ რომ ჩემ ცხოვრებაში ეს განსაცდელი შემთხვევით არ მოსულა. ეტყობა საჭირო იყო, რომ ამ ბავშვებს დავხმარებოდით რა. შესაბამისად და ოჯახებს, იმ ოჯახებს, რომლებიც თქვათ ინგრევიან აღნიშნული სირთულიდან გამომდინარე, კი ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე. ბევრი ოჯახია. სწორედ ამას ემსახურება ეს მშობელთა სკოლა, რომ გაიაზრონ მიხვდნენ, ჩამოყალიბდნენ, რომ ეს არ არის განაჩენი და აუცილებლად ბავშვი გამოვა მდგომარეობიდან, ოღონდ მოთბინება გჭირდება და სწორი მიდგომა ბავშვთან. ძალიან დიდი მადლობა, რა ესეთი კარგები ხართ, უღრმესი მადლობა. თქვენ მართლა საოცარ საქმეს აკეთებთ. აი, ალბათ სიტყვები ძალიან რთულია გამოხატვა, აი მისი რამდენად მადლიერები ვართ, არა მხოლოდ ჩვენ და უამრავი ის მშობლები და სახელმწიფო, რომელიც ესე ეხმარება და გვერდში უდგას. ძალიან გვეხმარება სახელმწიფო ყველანაირად, არა მარტო ფინანსურად, თუ ვთქვათ რაღაც ახალი იდეა გვაქვს და მიგვაქვს განიხილავენ ამ იდეას და განხორციელებაში შემთხვევაში განხორციელებაში და ვფიქრობ რომ ეს წიგნი ყველას უნდა გქონდეს სახში შეჭრება ჩვენ ასევე სპორტული მიმართულება გვაქვს და არ იყო ეს სხვათა შორის ანუ როგორი რაღაც არის იცი ყველა ამ სპექტრის მქონე ბავშვს მაღალფუნქციურს
და არა მარტო მაღალ ფუნქციურს. აქვს ერთი მიმართულება, რაშიც არის ძალიან ნიჭიერი, რაშიც ჩვენი ერთ-ერთი ძალიან მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელი მაგალითად არის აუტისტური სპექტრის. ანუ როგორი თემა არის, ნახე, ეს ბავშვები ტიპიურ ბავშვებთან ერთად ვერ ვარჯიშობენ, არ შეუძლიათ. საწყის ეტაპზე. ხო, ამიტომ ჩვენ მერიის დახმარებით გამოგვიყო მერიამ დარბაზი და ამ ბავშვებს შევუქმნით ფეხბურთის, ფრენბურთის და კალათბურთის წრეები. ადაპტირებული იქნება ნიჭიერი, მე ის უკვე შეძლებს რომ გადავდეს მსოფლიო ვარსკვლავი თუნდაც. ამის აღმოჩენა ძნელი იყო, იმიტომ რომ ანუ ამ ბავშვებს არ ქონდათ საშუალება რომ გამოეხატათ ეს თავისი ნიჭი და ჩვენ ვაძლევთ საშუალებას რომ გამოხატოთ. არ ვიცი, მადლიერების მეტი არა, ვერაფერს ვერ ვუფშენ უნდა თქვენ, მეტრო საოცარი ადამიანები. მე თამამად ვიტყვი და ბატონებსაც მიმართავ თამამად ვამბობ, ქალბატონები უფრო ძლიერები არიან, თუნდაც აი ამ ემოციურ ამბავში, რასაც აი გოგონები უფრო ისე ძლიერად ებრძვიან ხოლმე. ებრძვიან რომ უფრო გამოწვევაა ეს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის, უღრმესი მადლობა. შეიძლება ერთსაც ვიტყვი, რომ ჩვენ არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოყვავს ექიმები და ეხლა ჩამოდის 12-ში და 13-ში, თუ საინტერესო იქნება ვინმესთვის, ჩამოდის ნეიროქირურგი, რომელიც ღეროვანი უჯრედების გადანერგვაზე უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებს ყველა მშობელს, რომელსაც ამის სურვილი ექნება. და რომელიც აღიარებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ერთ-ერთი ასეული წიგნი აქვს გამოცემული მსოფლიოს მასშტაბით. ამ თემაში არის კი ერთ-ერთი წამყვანი ინოვატორია და ღეროვანი უჯრედების გადანერგვაზე ინფორმაცია თუ ვინმე საინტერესებს, უფასოდ ვეპატიჟებით ჩვენს ცენტრში. ამასაც ვაკეთებთ მედიცენტრთან ერთად და ნუ ძალიან დიდი საჩუქარია მშობლებისთვის, რადგან უფასო იქნება. მოკლედ ჩვენს თქვენს გვერდით ვართ. გოგოება თქვენ ხართ საჩუქრები მართლაც ჩვენთვის და ძალიან დიდი მადლობა ამ საქმისთვის. ეხლა უნდა გავიქცეთ რეკლამაზე. აუცილებლად რეკლამაზე. მადლობა სტუმრობის. მადლობა თქვენ. წარმატებები ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. კი ბატონო.